ძალიან პატარა, სუპერ ტესტი იმის გასაგებად, თუ როგორი ადამიანი ხარ. ამისათვის რამდენიმე წამი დაგჭირდება. არ დაფიქრდე და ისე შეკარი მუჭი. დააკვირდი შენს მუჭს. როგორ გამოიყურება ის? დააკვირდი ნახატს. ახლა კი განვიხილოთ, როგორი ადამიანი ხარ. მუჭი 1. აზრობრივი ლიდერი. გიყვარს ყურადღების ცენტრში ყოფნა. ადამიანებს მოსწონთ შენი მოსმენა და მოყვებიან. ქვეცნობიერად ასხივებ ავტორიტარიზმს, ამიტომ უყოყმანო პატივისცემას იწვევ ხალხში. ადამიანები სერიოზულ ტიპად გთვლიან, მიზანდასახული და ამბიციური ხარ, მაგრამ ზოგჯერ შენი ამბიციები გადაჭარბებულია. და როცა მათ ვერ აღწევ გარკვეულ დროში, ფსიქოლოგიურად იწვევი. იცი როგორ დააღწიო თავი ნებისმიერ სიტუაციას და გაგაჩნია მხსნელის სინდრომი. გადაგირჩენია და არჩენდი კიდეც ვინმეს, დიდი ხნის განმავლობაში. მუჭი 2. პირდაპირი და მარტივი, როგორც 5 თეთრიანი. ყოველთვის კამპანიის სული ხარ, როცა საამისო განწყობა გაქვს. როცა ხასიათზე არ ხარ, სახლში გდიხარ, ტელეფონს თიშავ და სერიალებს უყურებ. შენთვის მთავარი ღირებულება და ყურადღების ცენტრი ადამიანებია. კომუნიკაბელურობის წყალობით ბევრს მიაღწევ. ყველას უყვარ ხარ, მაგრამ თავს ხშირად მარტოდ და მიტოვებულად გრძნობ. მაღალი ინტელექტი გაქვს, არასტაბილური თვითშეფასება. სწორედ ამ არასტაბილურობას შეუძლია ხელი შეგიშალოს მიზნების მიღწევაში. მუჭი 3. გამჭოლი და მგრძნობიარე მზერა. მეორე ტიპისაგან განსხვავებით, არ გიყვარს ადამიანებთან ზედმეტი სიახლოვე. ლაპარაკს ყოველთვის მოსმენას ამჯობინებ. ხალხისათვის გამოცანა ხარ, რაღაც მიუწვდომელი. ან ინტროვერტი ხარ, ან ამბივერტი. გადახედეთ ჩვენს წინა ვიდეოებს და აღმოაჩინეთ ტესტი ამის გასარკვევად. ვერ იტან სიცრუესა და ნიღბებს. ცხოვრებას ეჭვის თვალით უყურებ და ყოველთვის უარესისათვის ემზადები. გაჭრამდე ყოველთვის 100 ჯერ ზომავ. გიყვარს კონტროლი. ეს თვისება კარგ გავლენას ახდენს შენს სამუშაოზე, მაგრამ არა ურთიერთობებზე. შენი ჩაკეტილობა ხელს გიშლის შესაძლებლობების გამოვლენაში. გირჩევდი უფრო მეტად ენდო სამყაროს. ადამიანები დაგეხმარებიან შენი უნიკალური თვისებების გამომჟღავნებაში, რაც ბევრ წარმატებას მოგიტანს. ყველას ძალიან გთხოვთ კომენტარებში დამიწეროთ, თუ რომელი აღწერილობა ემთხვევა თქვენს ხასიათს.